მოგესალმები, რამდენიმე კითხვა თქვენთან, აი მარსებული სურათის გათვალისწინებით, ეხლა ჩვენ ველოდებით მინდაძის საქმეზე გადაწყვეტილებას და თქვენთვის რა ტიპის დასკვნის საფუძველია 5 წელი გიორგი მინდაძეს ეხლა გამოცხადდა ეს გადაწყვეტილება სწორედ 5 წელი კი ბატონო გრიგოლ რა სიტყვით პირველი შეფასების შესაძლებლობა გვაქვს 5 წელი გიორგი მინდაძეს 4 წელი და 6 თვე ეს იყო გადაწყვეტილება მათე დევიძის საქმეზე ახლა დგება მეორე განაჩენი და 5 წლის დაპატიმრების შესახებ გამოაქვს გადაწყვეტილება მოსამართლეს მეორე პირთან დაკავშირებით გიორგი მინდაძის შესახებ რა არის თქვენი პოლიტიკური შეფასება რა თქმა უნდა პერიოდში სოლიდარობა გიორგი მინდაძეს და ყველა პოლიტპატიმარს ეს იყო ყველა ვიცით მოსალოდნელი, იმიტომ რომ გამამტყურებელი განაჩენი არის 100%, რაც აჩვენებს იმას, რომ ჩვენ ვართ ჩვეულებრივ დიქტატურაში და არა მხოლოდ ისეთ რეჟიმში, რომელიც არის როგორც ვთქვათ, რაღაცა თხევადი ავტორიტარიზმი, ან რაღაცა ელექტორალური ავტორიტარიზმი, ჩვენ უკვე უახლოვდებით დიქტატურას, კლასიკური პოლიტოლოგიური ტიპოლოგიითაც კი, ხო? აი რომ შევაფასოთ ობიექტური მონაცემები, შევდივართ უკვე სრულყოფილ დიქტატურაში, სადაც 100% არის გამამტყურებელი განაჩენი, ანუ არც ერთი ადამიანი არ გაუმართლებიათ. არანაირი სასამართლო დავა არ არსებობს, რაღაცა ფაქტების გასიჯვა არ არსებობს. არსებობს სრულმოწმეები, დამონებული მოსამართლეები და მანდატურები, რომელიც ძალადობრივი ინსტრუმენტებით იცავენ აი ამ ფარსს და აი ამ სამაცხოვრებელ შოუს. ამიტომ რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, ყოველთვის მოსალოდნელი იყო ეს ძალიან სამწუხარო რამ. აი რა უნდა თქვა ესეთ დროს, ეს ახალგაზრდა ადამიანებს 5 წლით, ორივე 5 წელი პრინციპში 4 წელი და 6 თვე გვახსოვს წინაზე, ახლა 5 წელი, ხებს კიდევ 7 წელი ემუქრებათ. რა უნდა თქვა ესეთ დროს, ადამიანებს უსპობენ სიცოცხლეს. ცდილობენ რომ წაართვან შანსი თავისუფლების, განვითარების, საკუთარი პატრიოტიზმის განხორციელების, მაგრამ ეს ადამიანები არ მოექცევიან იგივე მოსამართლე ამ პირველი გამოცდილებით გალუსტაშვილი, მოსამართლე გალუსტაშვილი, რომელმაც გამოიტანა მათე დევიძის საქმეზე გადაწყვეტილება 4 წელი და 6 თვე და 5 წელი მიუსაჯა, ეხა 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა გიორგი მინდაძეს. ხო, წარმოუდგენია თვითონ ახალგაზრდა ქალი, წარმოიდგინეთ. ცოტათი თაობრივად რო შევხედოთ, სულ ცოტათი უფრო დიდი, ვიდრე ეს ბიჭები არიან, ხო? თვითონ ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში 10 წლეულები უნდა იცხოვროს. საერთოდ რაზე ფიქრობს, როგორ აპირებს ამ ქვეყანაში ცხოვრებას, როგორ უნდა ჩახედოს თვალებში საკუთარ საზოგადოებას, ამ ხალხს. აი რა პასუხი უნდა გასცეს საერთოდ მომავალს, ხო? და ბევრი დიდი მომავალი აქვს, ხო, ამ ქვეყანაში. ბევრი წელი აქვს აქ გასატარებელი. როგორ აპირებს ამ საზოგადოების წევრობას? მაგრამ აქ ჩვენ შეხება გვაქვს უკვე ყველა ვიცით, ვეღარც კი ვკადრებს საზოგადოებას, რომ დავამატო შეფასება იმედენად ცხადია რაშიც ვართ. აქ შეხება გვაქვს აბსოლუტურად სინდის ნამუს გარეცხილ ავტოკრატებთან, რომელიც სწავლენ ყველაფერზე იმისათვის, რომ პოლიტიკური ბრძოლა შეჩერდეს, იმისათვის, რომ ადამიანები გაჩერდნენ, იმისათვის, რომ Facebook-ზე ვეღარ პოსტავდეთ თავისუფლად, იმისათვის, რომ მონას ვერ უწოდებდეთ, იმისათვის, რომ მტერს ვერ უწოდებდეთ და ვარქმევდეთ და მეგობარს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრი და არაფერი სხვა. რომ ყველანაირი პოლიტიკური პროცესი, ყველანაირი პოლიტიკურობა პარტიული პოლიტიკა კი არა მხოლოდ, არამედ პოლიტიკურობის ყველა ფორმა უნდა მოსწოს. ეს ბიჭები პოლიტიკოსები ხო არ არიან? არა, მაგრამ პოლიტიკური მოქალაქეები არიან. იმიტომ მოქალაქეები არიან. და მოქალაქე უნდა იყოს პოლიტიკური. შეუძლებელია რომ მოქალაქე იყოს, ხო, ნორმატიული კუთხით და არ იყოს პოლიტიკური. იმიტომ შენ გეხება პოლიტიკა, ყველაფერს ეხება პოლიტიკა, ფასებს, ევროპულ კურსს, მომავალს, შენ შვილებს, შენს მეზობლებს, შენს გარემოს, ყველაფერი პოლიტიკურია. მითია რომ რამე შეიძლება იყოს არაპოლიტიკური. საზოგადოებაში ყველაფერი არის პოლიტიკური. აი ამის მოსპობა უნდა ბიძინა ივანიშვილს, რომ ჩვენ ვიყოთ არა საზოგადოება, არამედ ჯოგი. ფარა, რომელიც უბრალოდ ყველაფერს მაპატიეთ გაატარებს, ყველაფერზე ექნება ისეთი ნიჰილისტური დამოკიდებულება, აბა რა ვქნა, ეს უნდა. ეგ არის მისი მიზანი. და ჩვენი პასუხი უნდა იყოს ბრძოლა. ჩემი ხმა მაყურებელს მინდა რომ ვუთხრა ეხა რას ხედავენ კადრში, ეს არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზო. ნანი ყულაიას ხედავთ გიორგი მინდაძის დედას. პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან ადგილზე, ფიქრია ჩიხრაძე დავინახე კადრში თქვენი კოლეგა, სხვათა შორის ელენე ახობაძეს ვესაუბრებოდ
მივხვდით, განაჩენი გამოცხადებულია 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 21 წლის გიორგი მინდაძეს მოსამართლემ. ხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანია თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი. არ იყო ნამდვილად ოპტიმისტური პროგნოზი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა იგივე მოსამართლეს, რომელმაც 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მათე დევიზეს. ჩვენ ახლა ვნახეთ მეორე განაჩენი პროევროპული აქციების დროს დაკავებული პირები მეორე საქმეზე. ხედავთ, როგორი ვითარებაა საქალაქო სასამართლოს ეზოში, პოლიციელები ალყა არის წინა პერიმეტრზე და ასე იცავენ ადგილზე უსაფრთხოებას. ცხადია იქნება გაკეთდება კომენტარები, როგორც ბრალდების, ასევე ადვოკატს დაელაპარაკებიან ძალიან მალე ჟურნალისტები ამ პერიმეტრს გარეთ იმ ახალი ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც მიიღო ქართული ოცნების ხელისუფლებამ. ხედავთ, რომ იქ შეკრებილი პირები ესაუბრებიან ქალბატონ ანიწულაიას, გიორგი მინდაძის დედას, რომელმაც გიორგის გზავნილი დაარიგა სასამართლოს დაწყებამდე და ასევე ჩვენ მოვისმინეთ გიორგი მინდაძის სიტყვა, სადაც ის ამბობს, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ამ გადაწყვეტილების შინაარს და რომ მისთვის კრიტიკული საკითხი არის ის, რომ არც ერთი პატიმარი არ მიატოვოს საზოგადოებამ. ცხადი არის, რომ სხვებისთვისაც მძიმეა, იმიტომ რომ ყველა დედა საკუთარ შვილთან დაკავშირებით უკაცრავად გადაწყვეტილების მოლოდინშია და ეს მათთვისაც შესაძლოა იყოს სიგნალი, რა გადაწყვეტილებები შეიძლება და რა განაჩენი შეიძლება დადგეს უკვე სხვა დაკავებულ პირებთან დაკავშირებით. რამდენიმე პოლიტიკოს ხედავ ადგილზე, ისინი იქ იმყოფებიან რამდენიმე საათის განმავლობაში, მათმა ნაწილმა შიგნით შესვლა ვერ მოახერხა, როგორც იცით და საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ პატარა დარბაზში ჩატარდა ეს ხდომა მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა შიგნით, რასაც შემდეგ ნახეთ, რომ მოყვა დაპირისპირება ადგილზე მანდატორი სამსახურსა და შეკრებილ მოქალაქეებს შორის. რამდენიმე მათგანი დაშავდა კიდეც შედეგად და მათი გადაყვანა გახდა საჭირო სასწრაფო დახმარების მანქანით. გრიგოლ, მოგცემთ შესაძლებლობას, რომ კიდევ აი ამ სურათზე ვისაუბროთ, ამ ძალიან სამწუხარო სურათზე, მეორე დამდგარ განაჩენზე, ერთი და იგივე მოსამართლე გალუსტაშვილი, რომელსაც გამოაქვს ერთმანეთის მიყოლებით გამამტყუნებელი განაჩენები პროევროპული აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით. 4 წელი და 6 თვე მათე დევიზის შემთხვევაში, 5 წელი გიორგი მინდაძის შემთხვევაში. დიახ, მე ახლა მახსენდებოდა მათე დევიზის ჩემი აზრით ისტორიული ფრაზა, რომელიც ძალიან ბევრი წლის და 10 წლების განმავლობაში ემახსოვრება ადამიანებს. მივდივარ წყდიაში სინათლის საფოვნელად. და აი ამას ვამბობ, ამ ხალხს რეალურად და ამ პროტესტს ვერ მოერევა ეს ზომები და ეს ფორმები. რეჟიმი ცდილობს, რომ ისინი მართლა ჩაფლოს წყდიაში, ჩვენ ყველანი ჩაფლოს წყდიაში, მაგრამ გამორიცხულია, რომ ისეთი ხალხი, როგორც მათე დევიძე, გიორგი მინდაძე და ყველა სხვა ჩვენი პოლიტპატიმარი გამორიცხულია, რომ ესეთი ხალხი ჩაფლო და დატოვო წყდიაში, თუ ისინი თვითონ არიან სინათლე. თავისი მოქალაქეობით, თავისი პრინციპებით, თავისი პატრიოტიზმით ისინი არიან სინათლე. ქოცი ამას ვერ გაიგებს, იმიტომ ქოცი არის ბუნებრივად წყდიაში. აი როგორია, ხო, შემორაგულ სამყაროშია, ჩამალულია ნაჭუჭში, სწამს კონსპიროლოგიური თეორიების, ტოტალური ბოდვების, ის არის თვითონ მის მიერვე შექმნილ წყდიაში ჩაფლული. ის ვერ გაიგებს ამას. ჩვენ შეიძლება ვიღაცებთან ვცადოთ ლაპარაკი, მაგრამ ძალიან ბევრი სტანდარტული ქოცი მაპატიეთ, მაგრამ ვერ გაიგებს ამას, არ ესმის. არ აქვს ამისი მენტალური უნარები, რომ გაიგოს, რას ნიშნავს იყო სინათლის სხივი, მაგრამ ამ ხალხს აქვს. და ამას ვერაფერი ვერ გადასწონის. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, რა ის 4 წელი და 6 თვე და რა ის 5 წელი, რამდენი ადამიანს უნდა დაგვიჭირონ. რამდენად უფრო მკაფიო და მკაცრი უნდა გახდეს კიდევ ავტოკრატია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები ძალიან მალე იქნებიან თავისუფალი, ყველანი ვიქნებით თავისუფალი და როგორც ერი ვიტყვით ჩვენს გადამწყვეტ სიტყვას. იმიტომ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, მეგობრებო. არის ან ეს
ან ქართული სახელმწიფოს სრული გადაგვარება და მე ყველანი ერთად აბსოლუტურად მილიონობით ადამიანი ვიქნებით ციხეში. აი ეს მინდა რომ ყველა ქართველს ესწოდეს. დღეს მათე დევიძეა და გიორგი მინდაძეა, აი პირობითად უფრო მეტ ციხეში, დღესვე მილიონობით ქართველი არის ციხეში. და თუ ჩვენ არ ვიმოქმედეთ და არ ვიბრძოლეთ როგორც ერმა, მილიონობითვე ქართველი ყველანი ერთად ვიქნებით კოლექტიურ ციხეში, მაგრამ ეს არ იქნება დაშვებული. მადლობა გრიგოლ, სხვა კითხვებიც მქონდა, მაგრამ ამას მოგვიანებით სხვა დროს დავუბრუნდებით. ეხლა საქართველოს საქალაქო სასამართლოს ეზოს მინდა რომ დაუბრუნდეთ ისევ 5 წლით პატიმრობა მიესაჯა გიორგი მინდაძეს. თქვენ ხედავთ ეხლა რა ვითარება არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში.